I am German homelos, I drink coffee and I know things. 50-ე ეპიზოდის სიტყვა არის სამჭვრეტი. ყოველთვის მინდოდა რომ სიტყვა კოსმოპოლიტიზმს ქართული თარგმანი ჰქონოდა და მგონი უკვე გვაქვს კიდეც. კოსმოპოლიტიზმის აუცილებლობას საჭირო ხალხი რომ ხვდებოდეს, ადამიანებიც უკეთ იცხოვრებდნენ, ცხოველებიც და მთლიანობაში პლანეტაც კარგად იგრძნობდა თავს. თუმცა არასდროს უნდა აგვერიოს გლობალიზმში კოსმოპოლიტიზმი. ჟამთასვლამ შექმნა ერები და სახელმწიფოები, ქვეყნები, მაგრამ ის ფაქტი, რომ ყველანი მაინც ადამიანები ვართ, შეუცვლელი რჩება. ისინი სხვა არსებები არიან, ისინი სხვა, ჩვენ სხვა, ეს ადგილი სხვა პლანეტის ნაწილია, ეს არა, ის არის, მე თავს შევიკავებ, ამან არ შეიკავოს თავი და რაც უნდა ის აკეთოს და ყველა მხოლოდ თავის თავზე იფიქროს. ასე არ და ვერ იქნება სწორი. ყველა ერი და მისი წევრები ვალდებულები არიან და ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ვიშრომოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი წარმატება სხვა ერების უბედურებაზე ავაგოთ. ჩვენ რომ რაღაც მოვიგოთ, სხვა ერი და ერები არ უნდა დაზიანდნენ. არანაირი ფული და საჭმელი, არანაირი მატერია არ ღირს ადამიანებისთვის ბოროტების გაკეთებად. ამას აკეთებს ჩვენი დროის სამი უდიდესი ქვეყანა და ჰგონიათ, რომ მატერიალური სიმდიდრისთვის ყველაფერზე წამსვლელობა ღირსეული და საამაყუქმედებაა. ან ფიქრობენ, რომ შერჩებათ ადამიანების სიძულვილი. შეიძლება ასე არ ჩანდეს თავიდან, მაგრამ ყველანაირი ბოროტების ჩადენისთვის ვისჯებით, აქვე, ფიზიკურ სამყაროში, ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სანამ აქ ვართ. კოსმოპოლიტი ადამიანი იაზრებს იმას, რომ ის არის თავისი ერის კუთვნილება და ამაყია იმით, ვინც არის და საიდანაც არის, ოღონდ ამასთან ერთად იმასაც იაზრებს, რომ მსოფლიოს ნაწილიცაა ამასთანავე. და ეს ერის კუთვნილება მსოფლიოს პლანეტის გარეშე არ არსებობს. თუ პატრიოტიზმი განცალკევებულია კოსმოპოლიტიზმისგან, ეს აღარ არის სამშობლოს სიყვარული, ეს არის რაღაც საცოდავი, ეგოისტურ ფამილიარული ახირება და ცხოველური დამოკიდებულება ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ. თუ გვიყვარს სამშობლო, უნდა გვესმოდეს, რომ პლანეტის ნაწილი ვართ და მხოლოდ ჩვენ კი არ ვართ, არამედ სხვებიც არიან ჩვენთან ერთად მისი ნაწილი. და ყველა ერმა თავისთვის კი არ უნდა იშრომოს თავისი ქვეყნისთვის, არამედ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ ჩვენი ერის, ქვეყნის და კაცობრიობის წარმატებისთვის, რათა შევქმნათ ღირსეული და ადამიანური მსოფლიო. ცხოველური ახირებებით გაგიჟებული ადამიანების გროვა კი არა, არამედ საკუთარერსა და პლანეტაზე შეყვარებული ადამიანური ადამიანების მსოფლიო. თავად სიტყვა სამჭვრეტი ჩემი აზრით ყველაზე შესაფერისი და ზუსტი სიტყვაა, რომელიც აქამდე შემიქმნია. მოდი გავშიფროთ, რას ნიშნავს თავად სიტყვა. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავის თავზე და პარალელურად მხოლოდ თავის ქვეყანაზე ფიქრობს, არის ადამიანი, რომელიც ხედავს ჩვეულებრივ, ანუ ორი თვალით. და კოსმოპოლიტი თავისი განსაკუთრებული მსოფლმხედველობით ხედავს სამი თვალით, ანუ ცხოვრებას უყურებს ადამიანური მოთხოვნილებებს მორგებული ორი თვალის გარდა, ასევე მესამე გონებრივი, მოაზროვნე, სიღრმისეული, ცნობიერი თვალით, ანუ ჭვრეტს სამი თვალით. ჭეშმარიტ პატრიოტს, ესე იგი კოსმოპოლიტ ადამიანს ეწოდება სამჭვრეტი. საკუთარი თავის და ერის სიყვარული პლანეტისა და კაცობრიობის სიყვარულის გარეშე არ არსებობს.